გამარჯობა მეგობრებო. ეს არის 22 ოქტომბერი, ჩამოვიდა ჩვენი 1967 წლის Buick Wildcat-ი. მექანიკური დაზიანება აქვს, რო ვიხილეთ გითხეს რომ მექანიკური დაზიანება აქვს, მაგრამ კონკრეტულად რა დაზიანება აქვს არ ვიცით. ამიტომ მომზადებული ხელსაწყოები, საწვავით და ასე შემდეგ მიმართები. დანარჩენ ინფორმაციასაც ადგილზე გადავიღებ. აი ეს მომზადები. და ვნახოთ. არ ვიცი რა დაგვხდება და როგორ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რაც არ უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ მანქანას დავფუქავთ და ამიტომ გამომდინარე პროსტა საინტერესო იქნება და ვნახოთ. შემდეგ ცოტა ხანში დანარჩენ წვრილმანებს შემოგთავაზ. დროებით. მოკლედ როგორ ჩეკვირდით, აგერ ჩვენი Buick Wildcat-ი შედევრების შედევრი. უამაზესი მანქანა, ცადე დანკრატი. ეს არის ერთ-ერთი უამაზესი მოდელი Buick-ის. ახეთ რა მდგომარეობაშია სალონი. ჭუჭყიანია პროსტა თორე არის აი ძალიან მაგარ მდგომარეობაში. მაგარი მანქანა ძალიან. ბაბინაა დამწვარი, ეხლა მოვიტანს ბაბინას და ვნახოთ შეიძლება დავფუქო კიდევაც. დავავედით ცოტა. უახლოვდებით ჩვენ თოჯინას. წინ მივუყენე, იმის უკვე მივუყენე. ესეც ჩვენი Buick Wildcat-ი ძმაო. კი, 40 სანტიმეტრი დიდი არის შევიზა. ესაც დაიქოქო 67. ბენზინი. კარგი, აღარ დაიქოქება ხო უკვე. ბენზინი არა. ესაც დაკოქილი Buick-ი. აი, ესე უნდა დაკოქო ახალი ჩამოყვანილი მანქანა, რომელსაც უწერია მექანიკური დაზიანება, მაგრამ ესე მარტივად გვარდება ყველაფერი. ისე გამოვიდა და დაიქოქა. ესე დაიქოქა. გასი. ესე ჩემი Buick-ი. ჩეკვირდით, გუშინ ჩამოსული მანქანა ტექნიკური მექანიკური დაზიანებით. მოვაწესრიგე და ეხლა მივდივარ გასარეცხად. იქიდან გამომდინარე, ნუ გეშინიათ კლასიკური მანქანების ჩამოყვანის და ექსპლუატაციის ყველაზე მარტივია და ყველაზე
სასიამოვნო საკეთებელი. ეხავე 2 წამში როგორც შეგპირდით ბიუიკთან დაკავშირებით გუში ღამე რო ჩამოვიდნენ მექანიკური დაზიანებით მცირედი ჩარევებით აი განსახში დაიქოქა შეულებრივად დადის ადამიანურად ცხოველია ნამდვილად გარეული კატაა აქვს 7 ლიტრიანი ძრავი 390 ცხენი 520 ნიუტონი არის ქარხნულ საღებავზე ქარხნული ინტერიერით სრულიად ქარხნული ავტომობილი გასაკვირიც არ უნდა იყოს ინტერიერიდან დაწყებული საღებავი და მთავრებული ყველაფერი არის სრულიად ქარხნული ესე შეგნითაც ნახევარი როლეთი გოგება ავტომობილი შესრულებულია და დანარჩენს ახალი ინფორმაციები რაც გვექნება მაგასაც არა მხოლოდ ამ მანქანაზე ახალ მანქანებზე ანუ ძველ ახალ მანქანებზე ვეცდები რომ უფრო ეტაპობრივად და დეტალურად მოგაწოდოთ ისინი ისვენებდნენ დროები და წარმატებებს გისურვებთ მალე დაგიბრუნდებით